მოგესალმებით მეგობრებო, ეთერში საუბრის სივრცე არის. მე კი მისი წამყვანი ქრისტინე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ძალიან მძიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ნაადრევი ქორწინება, როცა ბავშვობა დროზე ადრე მთავრდება. ხშირად ვამბობთ, რომ ქორწინება სიყვარულისა და არჩევნის შედეგია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს არჩევანი ბავშვობის ასაკში კეთდება? როცა გადაწყვეტილება მიღებულია მანამ, სანამ ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას მოასწრებს. ნაადრევი ქორწინება დღესაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ტრადიცია ხშირად წინ უსწრებს ადამიანის უფლებებს. უმეტეს შემთხვევაში ეს გოგონებს ეხება. გოგონებს, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, ოცნებობენ, მეგობრებთან ერთად იცინიან და მომავალზე ფიქრობენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ გოგონები კი არა, ბიჭებიც დგანან, რადგანაც ისინიც ამ ყველაფრის მსხვერპლნი არიან. მათაც ბავშვობიდანვე უნერგავენ იმას, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ აუცილებელია, რომ ცოლი მოიყვანონ, რადგან ბიჭების მოვალეობა სწორედ ეს არის. ნაადრევ ქორწინებაში მყოფი ბავშვი იძულებულია ერთ დღეში გაიზარდოს. ის ტოვებს სკოლას, მეგობრებს, ბავშვობას და ხვდება როლში, რომლისთვისაც არც ემოციურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის. ქორწინება, რომელიც თითქოს უსაფრთხოებას უნდა ნიშნავდეს, ხშირად ხდება შიშის, იზოლაციის და სიჩუმის წყარო. ბევრი ოჯახი ამ გადაწყვეტილებას ტრადიციით ამართლებს. ამბობენ, რომ ასე ჯობია, ასე იყო ყოველთვის, გოგოს დაცვა არის საჭირო. ეს ტრადიციაა, მაგრამ ვისგან ვიცავთ ბავშვს, როცა მას ვართმევთ განათლების, განვითარების და არჩევნის უფლებას. ნაადრევი ქორწინება პირდაპირ უკავშირდება განათლების შეწყვეტას. განათლების გარეშე დარჩენილი ადამიანი ნაკლებად დამოუკიდებელია, ეკონომიკურად სუსტია და უფრო მეტად დამოკიდებული ხდება სხვებზე. ეს ქმნის დახურულ წრესს, სადაც სიღარიბე და უთანასწორობა თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ თემას აქვს მეორე მხარეც, ჯანმრთელობის მძიმე ასპექტი. ნაადრევი ორსულობა საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ბავშვის ჯანმრთელობას. ფსიქოლოგიური სტრესი, დეპრესია და ძალადობის რისკი ასეთ ქორწინებებში გაცილებით მაღალია. თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი იშვიათად ხდება. ძალიან ბევრი შემთხვევა გვახსოვს და მახსენდება პირადად მე ნაადრევი ქორწინების, რომელიც სამწუხაროდ ძალიან სავალალო შედეგებით დასრულდა. ხშირად ვამბობთ, რომ ეს ოჯახის საქმეა, მაგრამ როცა საქმე ბავშვის მომავალს ეხება, ეს უკვე საზოგადოების პასუხისმგებლობაა. დუმილი ნიშნავს თანხმობას, ხოლო თანხმობა პრობლემის გაგრძელებას. კანონი ერთია, რეალობა სხვა. მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, ნაადრევი ქორწინება კვლავ ხდება არაოფიციალური ფორმით, ჩუმად სტატისტიკის მიღმა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საუბარი, განათლება და საზოგადოების ჩართულობა. კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ნაადრევი ქორწინება დღეს ისევ ესეთი აქტუალური არის. ეს არის სოფლებში ინფორმაციის ნაკლებობა. ახალგაზრდებს არა აქვთ, მეგობრებო, ინფორმაცია თუ რა უფლებები გააჩნიათ მათ, როგორ შეუძლიათ, რომ ამ შემთხვევაში მოიქცნენ, ვის დაუკავშირდნენ და როგორ დააღწიონ თავი აი ამ პრობლემას. ცვლილება იწყება კითხვებით, მეგობრებო. რატომ ვუშვებთ, რომ ბავშვმა აიღოს ისეთი პასუხისმგებლობა, რომელსაც ზრდასრულებიც ხშირად ვერ უმკლავდებიან? რატომ ვთხოვთ მას დათმოს ოცნებები წესრიგის სახელით? რადიო არის სივრცე, სადაც ამ თემებზე საუბარი უნდა გაგრძელდეს, რადგან ყოველი გადარჩენილი ბავშვობა ერთი გადარჩენილი მომავალი არის. ეხლა კი მინდა, რომ წაგიკითხოთ და მოგიყვეთ ისტორია საბინეს შესახებ. ერთ დღესაც სკოლიდან დაბრუნებულს მშობლებმა უთხრეს, რომ მალე უნდა დაქორწინებულიყო. საბინა მაშინ 15 წლის იყო. არც ის იცოდა, ვის სიათხოვებდნენ და არც ის რატომ. სკოლაში კარგად სწავლობდა, უნდოდა ჟურნალისტი გამოსულიყო. მე-11 კლასში იყო, მის სახლში უცხო ადამიანები რომ გამოჩნდნენ და მისი ხელი ითხოვეს. დაინიშნა. უფროსები შეთანხმდნენ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გაჰყვებოდა ცოლად ბიჭს, რომელიც მასზე 13 წლით უფროსი იყო. მშობლები ეუბნებოდნენ, რომ მისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. კარგი და შეძლებული ბიჭი უზრუნველ მომავალს შეუქმნიდა. მშობლებს დაუჯერა. საბინეს მამას უმაღლესი განათლება აქვს, დედას არა. ისიც 17 წლის გათხოვდა. საბინესგან განსხვავებით, მისი ძმა იძულებით არავის დაუქორწინებია. მამის გადაწყვეტილებით სწავლა ოჯახში ბიჭს უნდა გაეგრძელებინა. უცხო ადამიანთან ცხოვრება რთული აღმოჩნდა. მეუღლეს მალევე გაშორდა და ფეხმძიმე სახლში დაბრუნდა. 23 წლის. საბინე ყვება. განათლება არ მაქვს, სამსახურს ვერ ვშოულობ. ჩემი მშობლები ახლა ნანობენ, რომ გესწავლა ნორმალური სამსახური გექნებოდაო. 4 წლის შვილი მყავს. ძალიან რთულია.
პიროვნული განვითარებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა დავკარგე. ნაადრევმა ქორწინებამ შემაფერხა. მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ და ახლა მეუბნებიან, როგორც გინდა ისე მოიქეციო. ხედავენ გათხოვებამ რა შედეგიც მომიტანა, მაგრამ გვიანია. მე მაინც ვცდილობ კოლეჯში ვსწავლობ, ძალიან მინდა უნივერსიტეტში მოხვედრა. სამირა ბაირამოვა წლების განმავლობაში ადრეული ქორწინების მიზეზებს იკვლევდა. დადიოდა სოფლებში, ხვდებოდა მოსახლეობას და მათგან ბევრ საინტერესო ამბავს ისმენდა. შეხვედრები სკოლებში, ეზოებში, ქუჩებში ადამიანებს უყვებოდა გოგონების უფლებების შესახებ, მოსწავლეებს აწვდიდა ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების შესახებ. ასე მოიარა ბოლნისის, მარნეულის გარდაბნის სოფლების სამირამ. სამირა ბაირამოვას შეფასებით ადრეულ ასაკში ქორწინებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს და რთულია იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ტრადიციული შეხედულებების ბრალი ან კონკრეტული ეთნიკური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. მასწავლებლებთან მქონდა შეხვედრა, როცა მათ პასუხისმგებლობაზე ვესაუბრებოდით, რომ ვალდებულები არიან ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს, პოლიციას, სოცმუშაკს, ისინი კი ამბობდნენ, რომ ეს მათი საქმე არ არის. სოფლებში სიარულისას ქალები სამირას უყვებოდნენ, რომ გათხოვების გარდა მათ სხვა პერსპექტივა არ ჰქონიათ. სკოლას ამთავრებდნენ, მაგრამ სიღარიბის, ენობრივი ბარიერისა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა არჩევანი მათთვის არ არსებობდა. სამირა მიიჩნევს, რომ თუ პრობლემის გადაჭრაში სკოლა უფრო აქტიურად ჩაერთვება, ვითარება მეტნაკლებად შეიცვლება. როცა სკოლაში მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლე გაკვეთილზე არ მოდის, უნდა დაინტერესდეს, მშობლებს დაელაპარაკოს და შეიძლება სკოლაშივე მოგვარდეს ეს პრობლემა. მე მინახავს სოფლებში, როგორ პატივისცემენ პედაგოგების აზრს. ამიტომ მასწავლებლებმა მათ მიმართ დამოკიდებულება კარგი საქმისთვის უნდა გამოიყენონ. ხშირად ყოფილა მომენტი, როდესაც სკოლაში მივდივარ, ვიცი რომ იქ ასეთი ფაქტი მოხდა, მაგრამ მასწავლებლები მეუბნებიან, რომ მათგან მსგავსი არაფერი ხდება. ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზების მასშტაბებისა და შედეგების შესასწავლად სიღრმისეული კვლევა საქართველოში არ მომხდარა. ზეიდეს ნიშნობა. 23 წლის ზეიდეს ლაღი ბავშვობა ჰქონდა. დედა და მამა გოგონას ანებივრებდნენ და სიყვარულით ზრდიდნენ. ზეიდეს შერეულ ოჯახში გაიზარდა, დედა ქართველი, მამა აზერბაიჯანელი. თავი ყოველთვის ქართველი მეგონა. არ ვიცოდი განსხვავება ქართველსა და აზერბაიჯანელს შორის. ჩვენი სოფელი შერეული იყო, როგორც ჩემი ოჯახი. ძირითადად ქართველებთან ერთად ვიზრდებოდი. 14 წლის იყო, როცა მის სახლში უცხო სტუმრები მოვიდნენ. ეს ოჯახი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ბიჭიშვილი ჰყავდათ. ისინი ზეიდეს დასანიშნად მოვიდნენ. მამას ზეიდეს ადრე გათხოვება არ უნდოდა. თუმცა გადაწყვეტილება ბებია მიიღო. ოჯახის უფროსი ის იყო. მის სიტყვას დიდი წონა ჰქონდა. არავის არაფერი დაუძალებია, მითხრეს, რომ კარგი ბიჭია, კარგი ოჯახიდან თან საჩუქრები მომიტანეს, ყურადღებას მაქცევდნენ, მაქებდნენ, მეც მომეწონა ეს ყველაფერი. მამის დაჟინებული მოთხოვნით, მთავარი შეთანხმება იყო, რომ ზეიდი აუცილებლად დაამთავრებდა სკოლას. ატესტატს აიღებდა და ქორწილი მხოლოდ მას შემდეგ შედგებოდა, რაც ზეიდე 18 წლის გახდებოდა. იძულება არ ყოფილა. ნიშნობას ნებაყოფლობით დავთანხმდი. მშობლებმა მითხრეს, რომ კარგი ოჯახია და მეც დავთანხმდი. ბევრი არ მიფიქრია, ძალიან პატარა ვიყავი, თავისთავად მოხდა. დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე ახალმა ოჯახმა ახალი პირობები წამოაყენა. მათ მოითხოვეს, რომ ზეიდე სხვა სკოლაში გადასულიყო, სადაც ნაცნობობით სიაში ფორმალურად გაფორმდებოდა და გაკვეთილებზე დასწრება არ მოუწევდა. უცებ აღმოჩნდა, რომ არ უნდათ, რომ სკოლაში ვიარო, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ძალიან ჯიუტი ვარ. მოვახერხე და ჩემ სკოლაში დავრჩი. უბრალოდ ყველა მიცოდა, რომ დანიშნულ დაკავებული გოგო ვიყავი, რომელიც დადიოდა სკოლაში, ამიტომ თანატოლები უფრო მორიდებით მექცეოდნენ. 2 წელიწადში, როდესაც ზეიდე 16 წლის გახდა და მე-11 კლასში გადავიდა, სიძის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ უკვე ქორწილის დრო იყო. შეთანხმებული ვიყავით, რომ 18 წლამდე არ ვიქორწინებდით, მაგრამ რადგან დანიშნული ვიყავით, ჩემებს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლოთ. უკვე ამ ახალ ოჯახს ვეკუთვნოდი და როგორც ისინი იტყოდნენ, ისე იქნებოდა. კანონთან პრობლემებიც ბიჭის ოჯახმა თავად მოაგვარა, ისე როგორც ამას ბევრი აკეთებს ამ რეგიონში. მათი ნათესავი პოლიციაში მუშაობდა, მის სიტყვას ძალა ჰქონდა და უპრობლემოდ მოაგვარეს. არასრულწლოვანი გამოთხოვეს, მარტო ჯარიმა გადაიხადეს. ნოემბერი იყო, 16 წლის ზეიდეს დიდი ქორწილი რომ გადაუხადეს. სუფრას მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ქორწილში გოგონა დაძაბული იყო. დღეს ისიც კი არ ახსოვს, როგორი კაბა ეცვა. ქმარი კლასელებთან ცეკვას და ბიჭებთან ლაპარაკს უკრძალავდა. მანამდე მარტოებს ერთმანეთი არ გვყავდა ნანახი, სულ ოჯახებთან ერთად ხვდებოდით. ქორწილში ძალიან უხეში იყო და საშინლად შემეშინდა. უცებ შუა ქორწილში უცნობმა ქალებმა ზეიდეს ორივე ხელი მოჰკიდეს და ოთახში აიყვანეს. იქ ქმარი დახვდა. ქალები გავიდნენ. კარი მოიხურეს თუ არა ყვერილი დამიწყო. მეჩხუბებოდა, მუშტებს ურტყამდა კედელს. მერე კარი გაიჯოხუნა და გავიდა.
მეორე დილით ცოლ-ქმრის ოთახში ქალი მოვიდა, რომელსაც ზეიდეს ზეწარი უნდა წაეღო. ზეწარი სუფთა იყო. ამ დროს მის ოთახში დედამთილი და მული შემოცივდნენ. ატეხეს პანიკა, სოფელში სახელი გაგვიფუჭდებაო. ქათამი დავკალით და იმის სისხლი დავაწვეთე. მერე ჩემმა მულმა ბამბა მოიხსნა თითიდან. გაჭრილი ჰქონია და თავისი სისხლი წაურსო ჩემს ზეწარს. არავინ არაფერი მათქმევინა, ხმის ამოღებაც კი ვერ მოვასწარი. ისე წაიღეს ეს სისხლიანი ზეწარი. ქორწილის შემდეგ ზეიდეს სკოლაში აღარ უვლია, აუკრძალეს. უფლება აღარ ჰქონდა, არც ძველებურად ჩაეცვა, დედამთილმა მისი საყვარელი დიდ ფარფლებიანი ქუდის დახურვის უფლება აღარ მისცა. ბავშვი აღარ ხარ, მოიძრო ეგ ქუდი. ახლა ჩვენი რძალი ხარ და სხვანაირად უნდა გეცვასო უთხრეს. ზეიდი ამბობს, რომ მაგ ქუდს დღემდე ინახავს. ქმრის ოჯახმა მის ექიმთან ტარება დაიწყო, გინეკოლოგთან. სამხარაულშიც მიმიყვანეს ექსპერტიზაზე. დედა ტიროდა, მამა ბრაზობდა, დედამთილი მეჩხუბებოდა, მეუბნებოდნენ, რომ ავადმყოფი ვარ. 2 თვის შემდეგ სიტუაცია ისე დამძიმდა, რომ ორ ოჯახს შორის კონფლიქტი გაჩნდა. ზეიდეს სახლში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მისი ქორწინება შენარჩუნებულიყო. საბოლოოდ ზეიდემ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და ქმრის ოჯახიდან წამოვიდა. მშობლები ჯავრობდნენ, მაგრამ ხელი მაინც არ ჰკრეს. დედამ ვეღარაფერი მითხრა და დამაბრუნა. მამა გაბრაზდა, თუ დაბრუნდება, ერთ თითრსაც არ მოგცემთ მაგის სწავლისთვისო. არადა ძალიან მიჭირდა სკოლაში დაბრუნება. გამრავლების ტაბულაც კი აღარ მახსოვდა, დედამ ოქრო დაალომბარდა, რომ მასწავლებლებთან მევლო. მას შემდეგ, რაც ქმრის ოჯახი დატოვა, გოგონამ თავი მიუძღვნა სწავლას. ჩააბარა გამოცდები, გახდა სტუდენტი და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა ის მეგობართან ცხოვრობს დაქირავებ ბინაში. სწავლობს, ჰყავს ბევრი მეგობარი და სულ სხვა ცხოვრება აქვს. ზეიდეს დღეს თვითონაც არ სჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. თავის ამბავს თითქმის არასდროს ყვება და ცდილობს ბავშვების ქორწინების ის ორი თვე სამუდამოდ დაივიწყოს. ვიცი, რომ ავად არ ვიყავი და არც არაფერი მჭირდა. ყველაფერი, რაც ჩემ თავს მოხდა, გაუნათლებლობის ბრალი იყო. ერთადერთი, რითიც შემიძლია ამ ყველაფერს დავუპირისპირდე, განათლების მიღებაა. გინეკოლოგი უნდა გამოვიდე და სხვა გოგოებს დავეხმარო.